დღეს უკვე ვისაუბრეთ სამეცნიერო კვლევების აუცილებლობაზე მედიცინაში, რასაც უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს უნივერსიტეტში. ჯანმრთელობის მეცნიერების სკოლის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სადოქტორო პროგრამის ფარგლებში სამეცნიერო კვლევების ჩატარება დოქტორანტურაში სწავლის პროცესის განუყოფელი ნაწილია, რადგან სწორედ კვლევის შედეგები იძლევა მეცნიერულ მტკიცებულებებს. ამ თემაზე სასაუბროდ დღეს სტუდიაში გვესტუმრნენ საქართველოს უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამის კოორდინატორი პროფესორი თინა ბერუჩაშვილი და დოქტორანტი ფსიქოლოგი, გადაუდებელი მედიცინის ექიმი ოთარ დიხაბინჯია. მოგესალმებით, დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი სტუმრები, ძალიან გვიხარია და პირდაპირ ქალბატონ თინა თქვენთან გადმოვალ კითხვით, მაინტერესებს კვლევების მნიშვნელობაზე. რამდენად მნიშვნელოვანია სამედიცინო კვლევები საზოგადოებრივი ჯანდაცვის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის? მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. როგორც თქვენ აღნიშნეთ, კვლევები მნიშვნელოვან როლს ასრულებს საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის და ზოგადად ჯანმრთელობის მეცნიერებების განვითარებისათვის. სწორედ კვლევების ხელშეწყობა არის საქართველოს უნივერსიტეტის ჯანდაცვის მეცნიერებების სკოლის პრიორიტეტი და ზოგადად რა არის კვლევა, რატომ არის აუცილებელი სამეცნიერო კვლევის ჩატარება. სამეცნიერო კვლევა ეს არის კარგად ორგანიზებული მეთოდოლოგიური პროცესი, რომელიც ქმნის მტკიცებულებებს განვითარებისთვის და ახალი გადაწყვეტილებების მისაღებად. ეს არის მყარი მტკიცებულება მეცნიერულ საფუძველზე და არა რაღაც ვარაუდი და სხვადასხვა მოსაზრება. კვლევები აუცილებელია ჯანდაცვის პოლიტიკის დაგეგმვისთვის, ახალი სტრატეგიების განვითარებისთვის. კვლევები გვაძლევს საშუალებას შესწავლილი იქნას მოსახლეობის ჯანმრთელობა, ასევე ის ფაქტორები, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ახდენს გავლენას, სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის კვლევების ჩატარება, რადგან მოგეხსენებათ, რომ საზოგადოებრივი ჯანმრთელობა განიხილავს პოპულაციის ჯანმრთელობას და არა ერთი კონკრეტული ინდივიდის ჯანმრთელობას და კვლევები, მტკიცებულებები, მიგნებები ხელს უწყობს საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით ახალი პროგრამების დანერგვას პრევენციაში, სკრინინგში, ასევე ჯანდაცვის რესურსების სწორად გამოყენებას, რაც მნიშვნელოვან საფუძველს ქმნის მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კეთილდღეობისთვის. რამდენად ხშირია მოწამვლა საქართველოში და თქვენ პრაქტიკაში? რამდენად ხშირად აწყდებით ამ პრობლემებს? პირველ რიგში დიდი მადლობა მოწვევისთვის და შესაძლებლობისთვის, რომ ჩვენი პატარა გამოცდილების შესახებ გესაუბროთ. დიდი პატივია, რომ საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანტი ვარ და მადლობა ქალბატონ თინა და მთელ თქვენს არაჩვეულებრივ გუნდს ამ შესაძლებლობისთვის. შეეხება მწვავე-მოწამვლების ეპიდემიოლოგიას, საკმაოდ გავრცელებული არის და აი ამ მწვავე-მოწამვლებში კიდევ არის მნიშვნელოვანი ესეთი საშიში მწვავე-მოწამვლები, რომლებიც დიდ პრობლემას ქმნის საზოგადოებრივი ჯანდაცვის თვალსაზრისით. სწორედ ამას ემსახურება ჩემი სადოქტორო კვლევა, რომ შევქმნათ ერთიანი დიდი სურათი თუ რა მოწამვლები არის ყველაზე ხშირად საქართველოში გავრცელებული. მე როგორც კლინიცისტი, რა თქმა უნდა, ვახდენ ამ პაციენტების მკურნალობას, ხოლო მომავლისთვის ასევე ამ კვლევის ფარგლებში ყველაზე მნიშვნელოვანი რაც იქნება, რომ გამოვყოფთ ყველაზე გახშირებულ კვლევებს და შემდეგ ვიზრუნოთ მათ პრევენციაზე. ახსენეთ, რომ საქართველოში ყველაზე ხშირი მიზეზსაც იკვლევთ მოწამვლის და უნდა კითხოთ, რამდენი ადამიანის მოკვლევა შეძალით ამ დროის განმავლობაში და რა არის ეს მიზეზი საქართველოში ყველაზე ხშირად გავრცელებული მიზეზი მოწამვლის? დიახ. მე ამ ეტაპზე კვლევას ვატარებ რამდენიმე ჰოსპიტალში, რომ მთლიანად მოვიცვა საქართველოს ტერიტორია და გეოგრაფიული, ესე ვთქვათ, ყველა არეალი. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 200-ზე მეტი პაციენტი უკვე გასინჯული მყავს და ეს კვლევები დამუშავებული არის და სამწუხაროდ უნდა ითქვას, რომ ნარკოტიკული საშუალებებით მწვავე-მოწამვლა კვლავ პირველ ადგილზე რჩება. ზოგიერთ მოწამვლას ახასიათებს სეზონურობა, მაგალითად ჩვენ სექტემბერ-ოქტომბრის თვეში გვქონდა სოკოთი მწვავე-მოწამვლის აფეთქება. ასევე ზამთარში ხშირი არის ნახშირბადის მონოქსიდით მწვავე ინტოქსიკაციები, ხოლო გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხშირი არის პესტიციდებით მწვავე-მოწამვლა. ამ ყველაფერს ვიკვლევთ, ვამუშავებთ და შემდეგ ძალიან საინტერესო შედეგს ალბათ ერთად ყველანი დავდებთ. ნამდვილად.
ხალბატონო თინა, ჩვენ საუბრობთ ერთ-ერთ კონკრეტულ თემაზე, გარდა ამისა, სხვა რა პრიორიტეტულ კვლევებს აწარმოებს? პრიორიტეტები პასუხობს იმ გამოწვევებს, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვას აქვს საქართველოში და რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ იზოლირებულად და ვუპასუხოთ საერთაშორისო გამოწვევებს, იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც საერთაშორისო არენაზე არის კვლევებში მიმზიდველი. ძირითადად საქართველოს უნივერსიტეტში კვლევები მიმდინარეობს ისეთ საკითხებზე, როგორიც არის გადამდები და არაგადამდები დაავადებები, ასევე ხდება იმ პრევენციული პროგრამების ეფექტურობის შეფასება, რომელიც არაგადამდები დაავადებების სკრინინგს მოიცავს. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება არის გარემოს ფაქტორები და მათი ზემოქმედების შესწავლა და მათი კავშირის შესწავლა არაგადამდებელ დაავადებებზე, ასევე მენტალური ჯანმრთელობა და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ახალი მიმართულება არის ჯანმრთელობის ხელშეწყობი ღონისძიებების საკითხების შესწავლა და ჩვენც რა თქმა უნდა დაინტერესებული ვართ, რომ შევისწავლოთ ის კონკრეტული საკითხები და დავდოთ მყარი მტკიცებულება და მიგნებები შემდგომი ინტერვენციებისთვის, რომელიც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარებას შეუწყობს ხელს. აქვე არ შემიძლია არ გამოვყო ის ფაქტი, რომ ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლაში შექმნილია გლობალური და ევროპული ჯანმრთელობისა და კვლევების ინსტიტუტი, რომლის ძირითადი ფუნქცია, ასე ვთქვათ, არის რომ გასაზღვროს ეს მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, რომელიც საზოგადოებრივ ჯანდაცვისთვის აქტუალურია კონკრეტულ პერიოდში. ახსენეთ საერთაშორისო თანამშრომლობა კვლევებში, რა როლი აქვს მის ჩართულობას თქვენს საქმიანობაში? საერთაშორისო თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის საშუალება როგორც მკვლევარისთვის, ასევე აკადემიური პერსონალისთვის განვითარების, საერთაშორისო გამოწვევების პასუხის გაცემის, ასევე იმ ახალი ანალიტიკური იქნება ეს თუ ეპიდემიოლოგიური საშუალებების ინსტრუმენტების გამოყენების, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკაში გამოიყენება და ქვეყნის მასშტაბით ამ ინოვაციების დანერგვა და რაც მთავარია განვითარება. განსაკუთრებით მინდა გამოვყო თანამშრომლობა ფოგარტის ფონდთან და ბატონი ოთარი წარმოადგენს იმ დოქტორანტს, რომელიც ფოგარტის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობს ჩვენს უნივერსიტეტთან, ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლასთან. ეს ისეთი პარტნიორებია, რომელიც მარტო მე მგონი მათი დასახელება საკმარისია კვლევის მნიშვნელობაზე, რომ ვისაუბროთ. ეს არის ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრი, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, გარემოს ეროვნული სააგენტო, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი, ემორის უნივერსიტეტი და ჩვენ აი ამ პარტნიორებთან ერთად არაგადამდები დაავადებებისა და გარემოს მიმართულებით საქართველოს უნივერსიტეტში ვაწარმოებთ 14 კვლევას. ახალგაზრდა მკვლევარები, დოქტორანტები შერჩეულები არიან პრიორიტეტული და მათთვის და ასევე აკადემიური პერსონალის რესურსის გათვალისწინებით საინტერესო და საკვლევ თემებზე და ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან ახალგაზრდა მკვლევარს აქვს საშუალება ყავდეს თანახემწყვანელი, როგორც ქართველი, ასევე ემორის ან ვაშინგტონის უნივერსიტეტის წარმომადგენელი და კონდეს მათთან მუდმივი კომუნიკაცია, თანამშრომლობა, ასევე ეზიაროს ყველა იმ შესაძლებლობას, რაც მსოფლიოში არსებობს კონკრეტული მიმართულებით. მნიშვნელოვანია ასევე ჩვენი უნივერსიტეტის მხრიდან ხელშეწყობა კვლევებში, რაც გამოიხატება დოქტორანტების წახალისებით და ფინანსური მხარდაჭერით. პუბლიკაციების გამოქვეყნების თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო კონფერენციებში მონაწილეობის თვალსაზრისით, მინდა გითხრათ, რომ
კვლევის ყველაზე მნიშვნელოვანი საბოლოო ეტაპი არის პუბლიკაციის მომზადება და პუბლიკაციის განთავსება მაღალ რეიტინგულ ჟურნალში. აი ამ მიმართულებითაც საქართველოს უნივერსიტეტი, ისევე როგორც ფოგარტის ფონდი, კონკრეტული პროექტის ფარგლებში ზრუნავს, რომ ასეთი ტიპის მოტივაცია ქონდეთ დოქტორანდებს და მინდა გითხრათ, რომ საერთაშორისო კონფერენციებზე, საერთაშორისო რეიტინგულ ჟურნალებში თქვენ საკმაოდ ხშირად შეხვდებით საქართველოს უნივერსიტეტის დოქტორანდებს, მაგისტრანტებს და ეს ჩვენთვის ძალიან საამო. ნამდვილად, რომ დავუბრუნდეთ უშუალოდ კონკრეტული კვლევის თემას ბატონოთან, ახსენეთ აი მწვავე მოწამლების ეპიდემიოლოგიაზე და მათ სიხშირეზე, რა არის მიზანი ამ კვლევის, რა სტრუქტურული ცვლილებებია თქვათ საჭირო, რომ უკეთ გავუმკლავდეთ ამ მოწამლების მზარდ მაჩვენებლებს. ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო შეკითხვისთვის. საბოლოო მიზანი ჩემი აი ამ სადოქტორო თემისას და ჩვენი კვლევისაც არის, რომ საქართველოში ჩამოყალიბდეს მოწამლების ეროვნული ცენტრი, რომელსაც ექნება კომბინირებული ფუნქცია, როგორც სამკურნალო, ასევე პრევენციული, სადაც მოხდება მთელი საქართველოდან მონაცემების, ასე ვთქვათ, შესვლა სხვადასხვა გზებით, ამ მონაცემების დამუშავება, საჭიროების შემთხვევაში პროფესიონალების მიერ გარკვეული კონსულტაციების ჩატარება და დახმარება, ეს იქნება ონლაინ თუ ადგილზე ჩასვლით და ამ მონაცემების ეპიდემიოლოგიური შესწავლა, მათი დამუშავება მომავალი პრევენციისთვის. რათა გარკვეული მოწამლების პრევენცია მოხდეს და თავიდან ავიცილოთ შემდეგ გარკვეული მოწამლების განვითარება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. და ეს წარმოადგენს ჩვენი კვლევის საბოლოო მიზანს. საბატონო, ახსენეთ მნიშვნელობაზე საერთაშორისო დახმარების, სამეცნიერო კვლევების წარმართვის დროს. ბატონოთა, როგორც ვიცით, თქვენი კვლევა ასევე ემორის კლინიკის მიერ რამ გამოიწვია ინტერესი და რა ტიპის გვერდში დგომენ ნახეთ მათგან. ალბათ მათინამ ძალიან დეტალურად ისაუბრა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებზე და მათ როლზე, თუ რამდენად ღირებულ დახმარებას გვიწევენ. ძალიან დიდი მაგლიერებით მინდა აღვნიშნო ფოგარტის ფონდის როლი და ასევე ემორის უნივერსიტეტის როლი. ფოგარტის ფონდი უშუალოდ მონაწილეობს ჩვენი კვლევის აი ამ დაფინანსებაში და ხელს უწყობს მის საბოლოოდ წარმატებით დასრულებას, ხოლო რაც შეეხება ემორის უნივერსიტეტს, მე მქონდა პატივი, რომ 1 წლის წინ ატლანტაში წავსულიყავი და ერთწლიანი გადამზადების პროგრამა გამეულო კლინიკურ ტოქსიკოლოგიაში. მოგეხსენებათ, რომ ჩემი მეორე სპეციალობა ასევე არის კლინიკური ტოქსიკოლოგია, რომელიც ძალიან დამეხმარა უშუალოდ აი ამ კვლევის პროცესის სწორად წარმართვაში ერთის მხრივ და მეორეს მხრივ ჩემი კლინიკური ცოდნა გაღრმავდა ბევრად, შევიძინე ძალიან მაღალი დონის გამოცდილება და შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს ქვეყანა, რომელიც შეიძლება განვიხილოთ ეტალონად აი ამ მოწამლების მკურნალობის პრევენციის და მენეჯმენტის თვალსაზრისით ნამდვილად არის ამერიკის შეერთებული შტატები, ასევე ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ემორის უნივერსიტეტის დაფინანსებით და დახმარებით სრულად უსასყიდლოდ გადმომეცა სპეციალური სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავების პროგრამა, რომელსაც ქვია REDCAP-ი, რომელიც არის ძალიან ძვირად ღირებული და სრულად უსასყიდლოდ გადმომეცა იქამდე, სანამ ჩემი კვლევა არ დასრულდება. აქვე მინდა გამოვხატო მადლიერება ზიათკაზის, პროფესორ ზიათკაზის მიმართ, რომელსაც ყავს ქართული მეუღლე და ის ძალიან დიდ დახმარებას გვიწევს, წლებია ატარებს საერთაშორისო კონფერენციებს საქართველოში, ეხმარება ჩვენს დოქტორანტებს და ახალგაზრდა ექიმებს და სწორედ მისი უშუალო დახმარებით ემორის უნივერსიტეტის დაფინანსებით მე 1 წლის განმავლობაში გავიარე, ესე ვთქვათ, სტაჟირება ატლანტაში, კრეიდის ჰოსპიტალში და ჯორჯიის მოწამლების ეროვნულ ცენტრში. რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, მე ვფიქრობ და მე ვთვლი და აი ამ ჩემს სამწოდნას, გამოცდილებას და ყველაფერს რა თქმა უნდა მოახმარ ჩემს ქვეყანას, რომ ეს დარგი კიდევ უფრო განვითარდეს და წინ წავიდეს. ამ დღეებში მე თავად გავესაუბრე ემორის უნივერსიტეტის პროფესორ ექიმ ზიათკაზის, ის მეცხრიტონის დათანხმდა ინტერვიუზე და ისაუბრა იმ კვლევის მნიშვნელობაზე და შედეგებზე, რომელსაც საქართველოს უნივერსიტეტი ატარებს. ექიმო კაზი, გამარჯობა, პირველ რიგში მადლობას გიხდით, რომ დრო გამონახეთ ჩვენთვის. მინდა გითხოთ იმ დახმარებაზე, რომელსაც არაერთი წელია საქართველოს უწევთ. დღეს ვისაუბრებთ ბატონი ოთარ დიხამინჯიას კვლევაზე, მაგრამ თქვენ მანამდეც აქტიურად იყავით ჩართული სამეცნიერო სფეროს განვითარების პროცესში საქართველოში, რამ გამოიწვია თქვენი დაინტერესება. ალბათ ერთ-ერთი ფაქტორი ისაა, რომ თქვენი მეუღლე არის ასევე საქართველოდან.
როგორც ბევრმა თქვენგანმა იცის, მე ვარ გადაუდებელი მედიცინისა და სამედიცინო ტოქსიკოლოგიის პროფესორი ემორის უნივერსიტეტში. ემორის უნივერსიტეტს კი საქართველოსთან თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. ალბათ 30-40 წლის განმავლობაში, ბევრად ადრე ვიდრე მე თავად მოვიდოდი ემორისში. ამიტომ მნიშვნელოვანი იყო იმ საქმის გაგრძელება, რაც სხვებმა დაიწყეს. ემორის უნივერსიტეტის პროგრამითა და დახმარებით, ჯერ კიდევ ჩემს მოსვლამდე ჩვენმა ექიმებმა გაწვრთნეს საქართველოში გადაუდებელი მედიცინის ექიმების პირველი ჯგუფი. ეს კოჰორტა იქცა იმ ძალად, რომელმაც საქართველოში საფუძველი ჩაუყარა გადაუდებელი მედიცინის რეზიდენტურის პროგრამას. 2010 წელს ვიქორწინე შინაგანი მედიცინის ექიმ თამარ გაბელაიაზე და სწორედ ამ დროიდან დავიწყეს საქართველოში ჩამოსვლა. მე აქტიურად ვარ ჩართული სამედიცინო ტოქსიკოლოგიისა და კლინიკური ტოქსიკოლოგიის განვითარებით მთელ მსოფლიოში. ამიტომ სრულიად ბუნებრივი იყო, რომ ამ მიმართულებით საქართველოშიც დამეწყო მუშაობა. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მე საქართველოში განვახორციელე, ეხება ტყვიით მოწამვლის საფრთხეების აღწერასა და აღმოფხვრას საქართველოში. მე ძალიან ვამაყობ იმ შედეგით, რომელმაც გააერთიანა ემორის უნივერსიტეტი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, UNICEF-ი, იაშვილის ბავშვთა კლინიკა და სხვა პარტნიორები. რათა დეტალურად აღგვეწერა ეს პრობლემა და შემდგომ დაგვეწყო მის აღმოფხვრაზე მუშაობა. უღმეს მადლობა ბატონო ზიად, საუბარი ამჟამინდელ კვლევაზე მინდა რომ გავაგრძელოთ. ბატონი ოთარ დიხამინჯიასთან გასაუბრების შემდგომ გავაკეთე რომ ეს ემორის საუნივერსიტეტო კლინიკის მხარდაჭერას მიიჩნევს საკვანძო და სამეცნიერო პროექტის წარმატების გზაზე. რატომ დაინტერესდით მწვავე მოწამვლების ეპიდემიოლოგიის შესწავლით საქართველოში და როგორია თქვენი როლი ამ კვლევაში? დოქტორი დიხამინჯია ჩემი ქართველი მეგობარი და გადაუდებელი მედიცინის ტრენინგის პროგრამის ერთ-ერთი პირველი წევრია. როდესაც ისეთი სფეროს განვითარებაზე მუშაობ, როგორც ტოქსიკოლოგია, აუცილებელია გყავდეს ადგილობრივი ლიდერი. გაგვიმართლა, რომ ემორის უნივერსიტეტში ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის გრანტი გქონდა, რომელსაც ეწოდება ფოგარტის პროგრამა. სწორედ ამ გრანტის ფარგლებში დაფინანსდა საქართველოს უნივერსიტეტში ოთარ დიხამინჯიას სადოქტორო ნაშრომი საქართველოში მოწამლების აღწერითი კვლევა. მე ვარ მისი ოფიციალური მენტორი ამ პროექტში. ამავდროულად ემორის უნივერსიტეტს აქვს გადაუდებელი დახმარების მოწინავე ცენტრი, რომელიც ექიმებს სამედიცინო ტოქსიკოლოგიაში ამზადებს. დიხამინჯია ჩვენი პირველი ტრენინგის მონაწილეც იყო. მან ჩვენთან გაიარა პრაქტიკული მომზადება. პარალელურად მუშაობდა თავის სადოქტორო პროექტზე, სწავლობდა სადოქტორო მასალებს და ატარებდა კვლევას. ფაქტობრივად, მან ჩაატარა კვლევა მოწამლების ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, ასევე ტყვიით მოწამვლის საკითხზე მოზრდილებში. ამჟამად ის ატარებს საავადმყოფოს მონაცემებზე დაფუძნებულ კვლევას მოზრდილების სისხლში ტყვიის დონის განსაზღვრის მიზნით კავკასიის სამედიცინო ცენტრში და რამდენიმე სხვა საავადმყოფოში. ეს არის ჩვენი თანამშრომლობის ზოგადი სურათი. ჩვენი სასწავლო პროგრამა გულისხმობს ქართველი დოქტორანტის მხარდაჭერას არა მხოლოდ ლექციებისა და კვლევის გზით, არამედ რაც ჩვენი პროგრამის უნიკალური მახასიათებელია. ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი დახმარების მოწინავე ცენტრში ჩვენ უზრუნველყოფთ უშუალო კლინიკურ ზედამხედველობას. ის ჩვენთან განიხილავს მოწამვლის შემთხვევებს. ჩვენს ცენტრში არის ჯგუფი, რომელიც მასთან ერთად განიხილავს მოწამვლის ყველა ცალკეულ შემთხვევას, რასაც ის ხვდება თავის საექიმო საქმიანობის დროს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სასწავლო პროგრამებისთვის, რადგან ტოქსიკოლოგია არ არის მხოლოდ ლექციების მოსმენა, წიგნების კითხვა ან კვლევების ჩატარება. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს კლინიკური კომპონენტი. ეს არის ის, რაც განასხვავებს ემორის უნივერსიტეტის გადაუდებელი დახმარების მოწინავე ცენტრს და ასევე განასხვავებს ექიმ ოთარ დიხამინჯიას საქმიანობას. რა თქმა უნდა, ის არის გადაუდებელი მედიცინის კვალიფიციური ექიმი, თუმცა იღებს დამატებით ცოდნას. ის მუშაობს სერტიფიცირებული სამედიცინო ტოქსიკოლოგიის ზედამხედველობის ქვეშ, იღებს დეტალურ მითითებებსა და უკავშირს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მართოს თავისი პაციენტები. ეს შემთხვევები გროვდება და დაგვეხმარება გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას საქართველოში მწვავე მოწამვლებისა და დოზირების ეპიდემიის. ბატონო ზიად, როგორც უკვე აღნიშნეთ, თქვენ ძალიან აქტიურად თანამშრომლობდით ქართველ მკვლევარებთან და უშუალოდ მონაწილეობდით ერთ ფართომასშტაბიან კვლევაში და ამჟამადაც ჩართული ხართ კვლევაში ბატონ ოთართან ერთად. როგორ ხედავთ საქართველოში სამეცნიერო კვლევების გაფართოების შანსს? ცხადია, ბევრი მიმართულებით ჯერ კიდევ არსებობს ხარვეზები, თუმცა ჩემი აზრით და არა მარტო ჩემი აზრით, ეს სფერო თანდათან ვითარდება და უფრო სტაბილური ხდება. მე მტკიცედ მჯერა, რომ კვლევა არის ნებისმიერი ქვეყნის მედიცინისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის განვითარების საფუძველი. ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, საქართველომ გარკვეულ პროგრესს უკვე მიაღწია. მე ამ პროგრესს ვხედავ არა მხოლოდ ოთართან თანამშრომლობის ფარგლებში, არამედ სხვა მკვლევრებთან მუშაობის დროსაც. მაგალითად, ჩვენ თანამშრომლობდით სხვა მეცნიერებთან ისეთ საინტერესო კვლევებზე, როგორიცაა საქართველოში საკვების შემადგენლობა და კვებითი ჩვევები.
განსაკუთრებით ქუჩის საკვები, სადაც მაღალია ტრანსცხიმების შემცველობა. ასევე მუშაობდით გულსისხლძარღვთა დაავადებების კვლევაზე საქართველოში, მათ შორის წინაგულთა ფიბრილაციაზე. შესაბამისად, საქართველოში მევხედავ სულ უფრო და უფრო მეტ მაღალი ხარისხის კვლევას. ეს სავარაუდოდ სხვადასხვა უნივერსიტეტში კვლევითი პროგრამების განვითარებას უკავშირდება. საქართველოს უნივერსიტეტმა ახლახან დაიწყო გლობალური ჯანმრთელობის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც კვლევით კომპონენტსაც მოიცავს. ექიმ ამირან გამყრელიძის ხელმძღვანელობით. მე მინახავს თანამშრომლობა ნორვეგიის უნივერსიტეტებთან, ინგლისელ კოლეგებთან, ასევე მხარდაჭერა ისეთი ორგანიზაციებისაგან, როგორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, UNICEF-ი და CDC არიან. ყოველივე ეს, ჩემი აზრით, ნათელი დასტურია პროგრესისა. თავად ემორის უნივერსიტეტს აქვს მრავალწლიანი კვლევითი თანამშრომლობა საქართველოსთან. შესაძლოა არა უშუალოდ ჩემ სფეროში, არამედ ინფექციური დაავადებების მიმართულებით, როგორც თქვენთვის ცნობილია. და ბოლოსთვის თუ შეიძლება უფრო კონკრეტულად რომ მოგვიყვეთ თქვენ თანამშრომლობის შესახებ საქართველოს უნივერსიტეტთან და იმ საქმიანობაზე, რომელსაც ამ პროექტის ფარგლებში ახორციელებთ. როგორი შედეგები აქვს ამ თანამშრომლობას? ამჟამად მე ვარ საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული, ასოცირებული პროფესორი, რაც უკავშირდება ჩემს საქმიანობას ფოგართის პროგრამის ფარგლებში. გასულ ზაფხულს ჩვენ თბილისში საქართველოს უნივერსიტეტში ჩავატარეთ კონფერენცია კლინიკური ტოქსიკოლოგიის უახლესი გამოწვევების შესახებ, რომელიც საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. მე ვფიქრობ, რომ საერთაშორისო თანამშრომლობა ორივე მხარისთვის ღირებულია, როგორც მასპინძელი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის, ასევე პარტნიორებისთვის, როგორიცაა ემორის უნივერსიტეტი. ჩვენ ამას კარგად ვაცნობიერებთ შეერთებული შტატების აკადემიურ სისტემაში. სწორედ ამიტომ ემორის უნივერსიტეტი ინვესტირებას ახორციელებს ამ მეგობრობასა და გრძელვადიან თანამშრომლობაში. რა თქმა უნდა, აუცილებელია ფინანსური მხარდაჭერა და ამ რესურსების სწორად გამოყენება კვლევების ჩასატარებლად. ვიმედოვნებ, რომ მომავალში შეერთებული შტატები და საქართველო უფრო გააღრმავებენ თანამშრომლობას და განხორციელდება სულ უფრო მეტი ერთობლივი კვლევა, სადაც ორივე მხრიდან მეტი ნიჭიერი მეცნიერი ჩაერთვება. პირადად მე ერთგული ვარ საქართველოსი, არა მხოლოდ ჩემი საქმიანობის გამო, არამედ ჩემი ოჯახის გამოც და მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, რომ ემორის უნივერსიტეტიდან კიდევ უფრო მეტი კოლეგა ჩავრთო ამ ურთიერთობაში. სხვათა შორის 2026 წლის 17 და 18 ივლისს მე კვლავ ვითანამშრომლებ დოქტორ ოთარ დიხამინჯიასთან და სხვა გადაუდებელი მედიცინის ექიმებთან ერთად. ჩვენ საქართველოს გადაუდებელი მედიცინის ექიმთა ასოციაციასთან და კენ ვოლკერის საერთაშორისო უნივერსიტეტთან ერთად საქართველოში ჩავატარებთ საერთაშორისო კონფერენციას გადაუდებელი მედიცინისა და კლინიკური ფსიქოლოგიის მიმართულებით. ეს შეიძლება ითქვას ექსკლუზიური ინფორმაცია, რადგან ჯერ ოფიციალურად არც გამოგვიცხადებია. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესორები ემორის უნივერსიტეტიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, შეერთებული შტატებიდან, ლიბანიდან და მსოფლიოს სხვა ქვეყნებიდან. გაიმართება ერთობლივი კონგრესი Frontiers in Advanced Emergency Care-ისა და Mediterranean Academy of Emergency Medicine-ის ფარგლებში. კონფერენცია გაგრძელდება 2 დღის განმავლობაში, 2 პარალელური ტრეკით და მოიცავს როგორც გადაუდებელ მედიცინას, ისე კლინიკურ ფსიქოლოგიას. მოუთმენლად ველი კვლავ შეხვედრას და გიწევთ კონფერენციაზე დასასწრებად. შესაძლოა თქვენც მოამზადოთ მცირე რეპორტაჟი და გააშუქოთ იქ მიმდინარე აქტივობები. კიდევ ერთხელ გმადლობთ ბატონო ლევან მოწვევისთვის. დიდი სიამოვნება იყო საქართველოში ჩვენს მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან და კოლეგებთან დაკავშირება. მე მჯერა რომ საქართველო არის ულამაზესი ქვეყანა. უზარმაზარი პოტენციალით, გამორჩეული ბუნებით, ხალხითა და ტრადიციებით. ვიმედოვნებ, რომ ამ საგანძურს საქართველოს უფრო და უფრო მეტ ადამიანს გაუზიარებთ მთელ მსოფლიოში. უღრმესი მადლობა სტუმრობისთვის, ძალიან საინტერესო იყო. ძალიან მნიშვნელოვანი ამ თემაზე საუბარი უფრო ხშირად გქონდეს, იმიტომ რომ ერთი გზა რომ შევერკინოთ სულ წარმოადგენებს და გავრცელებულს რომ საზრებებს არის ხარისხიანი სამეცნიერო კვლევები. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ. უღრმესი მადლობა თქვენ მოწვევისთვის.